შეპესი ინტერსერვისი 2-ის მოვაჭრეები და კერძო მესაკუთრეები ადგილობრივ სახელმწიფო შენობაში მორიგი აქციის გამართვის მიზნით დილიდან შეიკრიბნენ. გარევაჭრობის საკრძალო და გზის აღდგენა სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვების შედეგად დეფორმირებულ ტერიტორიაზე. ამ მოთხოვნების შეხსენების მიზნით აქციის მონაწილეები გამგეობის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. გამგეობაში შესვლა მხოლოდ რამდენიმე მოახერხა. შეხვედრა კი მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში შედგა. მოვაჭრეთა წარმომადგენლობა მერაბ ხარაშულს კომისიის შექმნას თხოვდა, რის შესახებაც წერილობითი განცხადება მათ მანამდე ჰქონდათ შეტანილი. მე ვეუბნებ, რომ ეს კომისია უფლებამოსილი არ იქნება, რომ ეს საკითხი განიხილოს, მოიკვლიოს და დაარეგულიროს სიტუაცია. ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან პროკურატურაშია საქმე, გადაეცა ახლა საფინანსო პოლიციას, ყველა კუთხით მინერ გუში მე წუხელი ყავდა იყვნენ ჩემთან ერთად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, პროკურორის მაგალითად, ყველა კუთხით მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის შესწავლა, ფინანსურითაც, აბსოლუტურად ყველა კუთხით. ეს კომისია უფლებამოსილი არ იქნება, რომ ჩაერიოს მათ საქმიანობაში, ბუნებრივია თქვენ წერთ, რომ გამოძიების საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩაერიოს. მაგრამ თქვენ რომ ის არ იფიქროთ, რომ თითქოს ამით რაიმე შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ საგრებულო არ აკეთებს ამას. მითხარით შემადგენლობა ვისიც გინდა, კი ბატონო, შევქმნით ამ კომისიას. საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანხმობით კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები გაერთიანდებიან, ხოლო მოვაჭრეები და მესაკუთრეები წარმომადგენლებს მასში თავიანთი შეხედულებების მიხედვით ჩართავენ. შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარის ვინაობაც გამოიკვეთა. სავარაუდოდ მას ფრაქცია პროგრეს ალიანსის თავმჯდომარე კახა შავგულიძე უხელმძღვანელებს. თუმცა ეს საკითხები მხოლოდ ორ პირთან განიხილებოდა, რადგან მანამდე შეხვედრა პროტესტის ნიშნად მისმა კიდევ ორმა მონაწილემ მას შემდეგ დატოვა, რაც ადგილობრივმა კანონმდებლობამ მათ კომისიის უფუნქციობის, ქმედით უნარობისა და არაკანონიერების შესახებ განუმარტეს იმ მოტივით, რომ საქმე ძიებაშია. ვერაფერი ვერ გავარკვიე დღემდე. აი ყველა თითების შვერა როგორც ადრე იყო, ისევე გრძელდება. აქ არის სრული ქაოსი, ჯერჯერობით და ალბათ აი ველოდებით ახლა როდის დალაგდებიან. ის ძველები, რომელმაც გული გამოგვიღრნა, ისევე გულს გვიღნიან და ამიტომ დაველოდებით მიმდინარე პროცესებს. ასე რომ ვერანაირ კომენტარს ვერ ვაკეთებ, აი ჩათვალეთ, რომ ყველანაირად მივდივარ უკმაყოფილება. აი უკმაყოფილო ყველანაირად. ახლა კითხვის ნიშანია მადაც. რამდენად სამართლებრივად იძიებს პროკურატურა და რამდენად სიმართლეს ამბობს, რომ აი ფინანსურს გადაეცა. თუ ფინანსური საჭირო იყო, მე უბრალოდ მაინტერესებს. ამდენხან 3 თვეა დავდივართ, ამდენხან სად იყო, ამ პროკურატურა სად იყო, ამ ფინანსური სად იყო. ეტყობა, ისევ რაღაც ხდება, რასაც ალბათ გაირკვევა ყველაფერი. გარევაჭრობა დღეიდან აიგრძალა, საერთოდ ვისაც უნდა ახალ ბაზარში წავა, ვისაც არ უნდა სახში წავა, ვისაც უნდა ძველ ბაზარში შემოვა. გაიხსნება გზები, ცოტა ცივილიზური ქვეყანა არის, ცოტა რაცხა ხო უნდა იყოს, ბაზარი გამოიტანეს გარეთ, არ შეიძლება ეს. და გზას ვითხოვთ გზის გაკეთებას სამადაშვილებიდან და არც ერთნაირი რეაგირება არ არის. ახალმა გამგებელმა შეგვპირდა, მაგრამ არასრულებიან არც ამას და რა ვიცი, ძალიან დიდი უიმედოთ მივდივართ აქედან. სამთვიანი პროტესტის შემდეგ მიზნის მისაღწევად რა საშუალებას მიმართავენ მოვაჭრეებსა და კერძო მესაკუთრეებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ. იმის გამო, რომ აქამდე ბრძოლის თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენეს და უწყება ვერ იპოვეს, სადაც როგორც თვითონ პირად საუბრებში ამბობენ, თავიანთი უფლებების დაცვას შეძლებდნენ, ზოგიერთი მათგანი თამაშიდან გასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ერთი ნაწილი კი ახალი კომისიის შექმნის იმედად რჩება და სამართალდამცავების ვერდიქტს ელოდება, რომელმაც ბაზრის ფუნქციონირების კანონიერება უნდა განსაზღვროს. როტავირუსული ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინერგება, საქართველოშიც შემოდის. ვაქცინაციის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განვითარებადი ქვეყნებისთვის ტრენინგების პაკეტი შეიმუშავა. ტრენინგების პაკეტი განკუთვნილია როგორც სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე, ისე სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვის. ვაქცინაცია ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის იქნება სავალდებულო. დღეს ამ პროგრამის ფარგლებში პირველი ლექცია სემინარი ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელმა მოაწყო. და ეს გახლავთ ახალი ვაქცინა, რომელიც შემოვა ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებში, შესაბამისად ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი პირი მოწვეულია დღეს აქ. ეს დღევანდელ ტრენინგს ჩაატარებს ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ სულხანიშვილი და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს როტავირუსი დაავადება, ეს ვრცელდება
დაავადება ვირუსით, როტავირუსით გამოწვეული დაავადება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. იგი ჩულ და მცირეწლოვან ბავშვებში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და გასაგებიანით რო ვთქვათ, ეს არის მძიმე დიარეით გამოწვეული დაავადება, რომელიც როგორც წესი ბავშვებში მიმდინარეობს, ცხელებით, პირღებინებით და შემდეგ ერთვის ამას დიარეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, წაადგება ჩვენი ბავშვებს მათი უკეთესი მომავლისთვის არის, მათი ჯანმრთელობისთვის ხორციელდება და ძალიან მისასალმებელია, რომ ამ პროცესში მთლიანად არის ჩართული ჩვენი სამედიცინო სისტემა და დღეს ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი. აი რასაც ახლა ჩვენ აქ უყურებთ, ესეთი სავაჭრო ცენტრი, სადაც საკოლმეო ბაზარიც არის განთავსებული, სამრეწველო მაღაზიები, კვების პროდუქტებისთვის ცალკე არის განყოფილი მაღაზიები. არათუ საქართველოში რეგიონში არ არის ესეთი დონის ბაზარი. აქ თითქმის ყველანაირი პირობა შექმნილი მოვაჭრეებისთვის, გლეხებისთვის იმისათვის, რომ შემოვიდნენ, ივაჭრონ აბსოლუტურად უსაფრთხო პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს და როგორც ხორცი, ისე ყველი, ისე ხილბოსტნეული არის ჩვენთან ლაბორატორია აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, სადაც ხდება ამ პროდუქციის შემოწმება ყოველდღიურად. ძალიან კარგი ფასები, განაცვალე, ძალიან. რა არის მისაღები ფასები, არის თან სისუფთავია. რა ვიცი, იმ ბაზარს ჯობია ყოველ შემთხვევაში, სადაც დავდიოდით. კლიენტისათვის მისაღები ფასებია, განსხვავებული ფასები არ არის. მაგრამ ძალიან კარგი კომფორტია, ისედაც სისუფთავია, მომსახურება ძალიან კარგია დირექციის მხრიდან, რაც თავარია ვიდეო კონტროლით კონტროლდება ყველაფერი და რა ვიცი, ზესტაფონისათვის ძალიან კარგია და ზესტაფონისათვის საქართველოს მე მგონი ასეთი ბაზარი არ არსებობს. და ყველა კმაყოფილი ვართ მომხმარებლებით. სისუფთავია და კარგია. ფასებს რაც შეეხება. ყველგან ერთი ფასი არა, იქაც და ახაც. მე ასე უყურებ. თქვენ რატო შემოწმეთ? ხათუ დავაწყო, შეკითხვა რატო დავაწყო. სისუფთავია და ყველაფერი აგჯობია. პირობებიც ძალიან მომწონს და ფასებიც მისაღებია. კმაყოფილი ვარ მაგალითად. ჩვენ ახლა ხედავთ აპარატურას, რომელიც არის უნიკალური თავისი გამოკვლევით. აი ეს არის ელექტროცენტრიფუგა, ეს არის მაგნიტური ელექტროსანჯლები, სადაც ხდება მასალის მომზადება, გამოსაკვლევად. ეს აპარატი არის რძეში ცხიმიანობის გამზომი აპარატი. ეს ძალიან უნიკალური აპარატია ტენიანობის განსაზღვრელი პროდუქტებში, რომელიც ძალიან აუცილებელი და კარგი რამ არის. ეს აპარატი არის pH მეტრი, ანუ ხორცში მჟავიანობის განსაზღვრელი აპარატი, სიახლეზე განსაზღვრელი აპარატი. აი ეს პატარა აპარატი არის ნიტრატმზომი, ანუ პროდუქტებში ნიტრატის და რადიაციის გამზომი. ეს არის ოვოსკოპი. აი თქვენ ახლა თვითონ ხედავთ, როგორ ხდება კვერცხის შემოწმება. აი ეს ყველა კვერცხი არის ნორმალური, საკვებად ვარგისი და გასაყიდად უკვე რეალიზაცია შეიძლება რომ გავიდეს, მაგრამ აი ეს კვერცხი, რომელსაც გარედან მექანიკური დაზიანება
აქვს დავით თუჩანს. ეს უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან და მისი გაყიდვა უკვე არ არის ნებადართული. ასე რომ ჩვენს სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებელი აბსოლუტურად დაცულია პროდუქტის ვარგისიანობით და ხარისხით. დევით ბაზარში ვაჭრობდი ვიდექი თითქმის 20 წელიწადი ვიდექი იმ ბაზარში დამდესი ორნახევარი ხიდი ერთ ადგილზე არ იგივეა ერთ ადგილზე აქაც აგრია მაგრამ იქ ფართიც არ მქონდა და ეხლა ფართად ვარ უკვე და რა თქმა უნდა ალბათ 40 კედე ვიხდე ორ ადგილზე 5 კედე ვიხდე 20 წელიწადია მუშაობდი ძველ ბაზარში გადმოვედი ახალ ბაზარში იმის გულობის რომ იქ იყო ძალიან ცუდი პირობები ჩემთვის იყო ანტისანიტარია იყო და ძალიან გაუსაძლესი მდგომარეობა ზევიდან გვაწვივდა და ვიყავი ძალიან გაუსაძლეს მდგომარეობაში სულ სიბინძურე იყო და რა ვიცი ყველაფერი ცუდი მდგომარეობა და აქ ეს ბაზარი რომ გაიხსნა ძალიან მადლობელი ვარ ამ ხალხის რომ ეს საჩუქარია ჩვენი ხალხის მოსახლეობის და პირადად ჩემთვის დაცულია რა თქმა უნდა როგორც შიგა პერიმეტრში ისე გარე პერიმეტრიდან მთლიან სავაჭრო ცენტრი. ნებისმიერი კადრი შეგვიძლია ამოვიღოთ, გავადიდოთ თვითონმე საერთო შემოვჩნეთ რამეს და თვითონმე საერთო მდგომარეობა ეგრევე აფიქსირებს ვიდეო თვალი მას ყველაფერს.